ირანის რეჟიმი არის რაღაცა მორიგი ბანდიტური რეჟიმი. ეს ყველაფერი არის საფრთხე. ამერიკას ინტერესი საერთაშორისო პოლიტიკისთვის არ დაუკარგავს. სოფლიოში გასული წლების მანძილზე შეიქმნა გარკვეული მე ვიტყოდი უწმინდურთა კავშირი. ჩვენ გრენლანდია გავიტანეთ. ივანიშვილიც დგას აბსოლუტურად თიხის ფეხებზე. გამარჯობა. დერეფანი ბრუნდება მესამე ეპიზოდით ახალი წლის შემდეგ. გილოცავთ ახალ წელს პირველ რიგში, ეგ ერთი კალენდარული დერეფანი უკვე გავიარეთ. ჩვენ შევეცდებით, რომ ამ 26 წელს ვიყოთ თქვენი მეგზური ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცხოვრების რთულ დერეფანში. 2025 წელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო ჩვენ ისტორიაში. და გადავწყვიტეთ, რომ მესამე ეპიზოდში დაგიბრუნდეთ წლის დასაწყისის მთავარი პოლიტიკური თემით, რომელიც საერთაშორისო ამბებიდან მოდის და არა ადგილობრივი ამბავია, ვენესუელაში მომხდარი ამბავი, ირანის ამბები და ზოგადად რა გავლენა აქვს იმას, რაც ხდება დღეს სოფლიოში, იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს ჩვენთან, ან რაც ხდება ჩვენთან. ამ ეპიზოდს გავუძღვებით მე და სალომე სამადაშვილი, ჩემი თანამებრძოლი და საქართველოს ელჩი ევროკავშირში და ბენელუქსის ქვეყნებში 9 წლის მანძილზე. მოსწორად დავიმახსოვრე. გამარჯობა სალომე. გამარჯობა, თაზო გილოცავთ ყველას ახალ წელს. მე მგონი რაღაც ისე დაიწყო турბულენტურად ეს წელიწადი, რომ ძალიან საინტერესო წელი გველოდება წინ და განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ძალიან ბევრი რამე შეიცვალოს, იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი რასაც ყველა ელოდება და მე როცა ვადევნებ თვალყურს ჩვენს დისკუსიას ჩვენი თანამოქალაქეების სოციალებში ვხედავთ, რომ ძალიან დიდი დაინტერესება არის საერთაშორისო მოვლენებით, იმიტომ რომ პრინციპში ყველა ხვდებით ხო, რომ ჩვენ ნაირ ქვეყანას, ჩვენ ნაირ საზოგადოებას, ჩვენ საკმაოდ მოწყვლადი ვართ რაღაცა გლობალური ტრენდების მიმართ, ამიტომ ის რაც ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, ის რაც ხდება რეგიონალურ პოლიტიკაში, ეს პირდაპირ აისახება ჩვენს მომავალზე, ჩვენს ცხოვრებაზე და ვხედავთ, რომ საზოგადოება ძალიან დაინტერესებულია ამით და ამიტომ გადავწყვიტეთ სწორედ, რომ ეს თემა შევარჩიოთ 2026 წლის პირველი პოდკასტის ჩვენი შეხვედრის თემა იყოს სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის. რისი ბრალი არის შენ ეს ეგ დაინტერესება, ეხა გამძაფრებული იმის, რომ პროპაგანდა აქტიურად იყენებს საერთაშორისო პოლიტიკას რაღაც თავის გასამართლებლად, თუ უბრალოდ ეგეთი დრო არის? იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბუნებრივი არის პრინციპში საქართველოს ნაირი ლოკაციის, გეოპოლიტიკური ლოკაციის, ზომის, რაღაცა ასე ვთქვათ, ჩვენი მოცემულობის მქონე ქვეყანა გასაგებია, ოღონდ მე ამ შემთხვევაში არ ვამბობ ამას იმ კონტექსტში, რომელშიც ქართული ოსნობის პროპაგანდა იყენებს, ისინი ცდილობენ ჩვენს დათრგუნვას, ხო, ამითი. მაგრამ მე ვამბობ, ხო, რეალისტური თვალსაზრისით რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაცა ასე ვთქვათ, ძალიან დამოკიდებული ვართ რაღაცა ტალღებზე, ხო, რომელიც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს. იგივე 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლა, რომელიც იყო გეოპოლიტიკური მოვლენა და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძოლეთ მნიშვნელოვნად ამის მისაღწევად, მაგრამ რო არ ყოფილიყო უფრო გლობალური პროცესები, ჩვენი ბრძოლა შესაძლო განწირული ყოფილიყო, ხო? იგივე 2000-იან წლებშიც ესე იყო, ხო, ახალი ტალღა იყო რაღაც დემოკრატიზაციის და ამ ტალღაში ჩაჯდა ის ისტორიული მოვლენები, რაც მოხდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის სახით და გასულ წლებში დემოკრატიამ უკან დაიხია ძალიან მსოფლიოში. ჩვენი ქვეყანაც ამ ტრენდში ჩაჯდა რეალურად, ჩვენ გასულ წლების მანძილზე სწრაფად წავედით ავტოკრატიისკენ. და ეხლა ყველა ხვდება, რომ რაღაცა ახალი, ასე ვთქვათ, დღედგება საერთაშორისო ასპარეზზე. ჯერ ზუსტად მე მგონი არავინ არ იცის ეს რა არის, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ამას ექნება ძალიან დიდი ზეგავლენა ჩვენი ქვეყნის მომავალზეც და ამიტომ საზოგადოება დღეს ვფიქრობ, რომ ჯანმრთელია ძალიან, ანუ პრინციპში სწორი რეაქცია, რომ ესეთი დაინტერესებით ადევნებს თვალყურს რა ხდება მსოფლიოში. ხო და სწორედ მაგიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა წელი, ანუ ჩვენ მარტო ჩვენ არ გადავწყვიტეთ, ეგრეც მოხდა, გაგვეხსნა წელი იმ რაღაცა დიდი турბულენტობით, რაც ხდება თუნდაც რეგიონში ან ზოგადად პოლიტიკაში და იმიტომ რომ ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკაზე
ბევრ ლაპარაკს, ამ news დამახინჯებულ და fake ინფორმაციას იყენებს იმისთვის, რომ გაამართლოს თავის იზოლაციონიზმი. ამიტომ შევეცდებით, რომ აი ეს დიდი მოვლენები დაგანახოთ იმ კონტექსტიდან, რა კონტექსტშიც სინამდვილეში ხდება ეს ამბავი, რატო შეიძლება და ტრამპი წასულიყო ვენესუელის პრეზიდენტის დაჭერის ამბავზე, რა შეიძლება მოხდეს ირანში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შევეცდებით დაგანახოთ ეს ყველაფერი მოკლედ დროში იმ პერსპექტივიდან, რა პერსპექტივიდან სწორია და არა იმ პერსპექტივიდან, რაც რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ გამიზნული საქართველოში და რაზეც ჩალვა ბაბუაშვილს ალაპარაკებენ ყოველ დილით გეგმიურად. ვენესუელას დავიწყოთ სალონი, მოდი. რას ფიქრობ, რა მოხდა, რა გააკეთა ჩვენს ამ ბევრი ადამიანი ბევრი სტატუსი, ბევრი ვიდეო, ყველაფერი ნახეთ ამ რამდენი. ანუ მე ვენესუელოგი არ ვარ. ხო, ეგ უნდა ვთქვა, რომ არც მე და სალომე ამ თემის აქტიური სპეციალისტი ვარ. რაღაცა განსაკუთრებული, პრივილეგირებული ინფორმაცია არ გვაქვს ახლა, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ ამ ეტაპზე რამოდენიმე რამ არის ჩემი აზრით, რაც ძალიან ნათელი გახდა მსოფლიოსთვის. ერთი და პირველი ეს არის ჩემი აზრით მაინც პოზიტიური, ჩემი გადასახედიდან, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საკუთარი ძალის დემონსტრაცია, ხო? იმიტომ რომ ამერიკა რჩება მოწონს ვიღაცას დღევანდელი ადმინისტრაცია არ მოწონს თუ ასე შემდეგ, ამერიკა არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ბევრი სხვა თვალსაზრისით და ამერიკა როდესაც არის ძლიერი ყველა ადამიანს მსოფლიოში, ვისაც სჯერა, რომ მომავალი უნდა იყოს მისი თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება, საბოლოოდ უნდა სჯეროდეს, რომ ძლიერი ამერიკა არის კარგი. ამიტომ ძალის დემონსტრაცია ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ამერიკის მხრიდან მე ამას არ განვიხილავ ნეგატიურ კონტექსტში. ეს ერთი რამ არის ჩვენთვის, რაც არის საინტერესო. მეორე, რაც არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე მგონია, რომ ვენესუელა საბოლოო ჯამში წავა, ასე ვთქვათ, დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ოღონდ ეს იქნება შეიძლება უფრო მართვადი პროცესი, ხომ? ესე მესმის, მათ შორის რუბიოს მიერ, სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებული პროცესი, ეს იქნება მართვადი ტრანსფორმაცია და ეს ცუდი არ არის, სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს, სხვათა შორის, ჩვენ შეგვიძლია ამაზე მერე ვისაუბროთ. ძალიან საინტერესო არის, როდესაც ავტოკრატიული რეჟიმი იმსხვრევა მის ადგილას რა წარმოიშვება, ეს კიდე ცალკე პრობლემა არის. ამიტომ მართვადი ტრანსფორმაცია დემოკრატიაში თავისთავად ცუდი არ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ეს მიმართულება, სადაც უნდა წავიდეს ვენესუელა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ზოგადად, რომ მსოფლიოში გასული წლების მანძილზე შეიქმნა გარკვეული მე ვიტყოდი უწმინდურთა კავშირი. ეს უწმინდურთა კავშირი ეს არის ავტოკრატიული რეჟიმების კავშირი. ეხლა აი იქ აი ამ კლუბში ავტოკრატიების, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ ეკონომიკურად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, ნებისმიერი მსხვერვის პროცესი, ნებისმიერი ჩამოშლის პროცესი საბოლოო ჯამში არის პოზიტიური. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გვესმის შეშფოთება საერთაშორისო სამართლის კუთხით, ეს საფუძვლიანია, მაგრამ ხო არ არის მთავარი. საფუძვლიანია ნამდვილად, მაგრამ ალბათ მე მაინც უფრო რეალიზმის სკოლის წარმომადგენელი ვარ საერთაშორისო ურთიერთობებში. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ძალას აქვს დიდი სიტყვა და ამიტომ მე მაინც მგონია, რომ თუ სწორად წავიდა ყველაფერი, ეს შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური რაღაც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, აი ფაზლზე მსოფლიოში რაც ლაგდება, ეს ნაწილი შეიძლება იყოს საკმაოდ ჩვენთვის პოზიტიური, თუ სწორად წავიდა მოვლენები. ნამდვილად, აბსოლუტურად გეთანხმები პოზიტიურ შეფასებაში ამ ამბავს არ არსებობს ალტერნატივა ჩვენ უკანასკნელ დღეებში მოვისმენთ რაღაცა სიგიჟეები რომ იმპერიალიზმი თურმე იმპერიალიზმია და რა რუსული იმპერიალიზმი და ეს ერთი და იგივე არის. ბევრი პირდაპირ პოლიტიკური სიბეცე გაისმა უკანასკნელ დღეებში, მაგრამ ხო მთავარი რაღაცები მე მგონი შენ რას თქვი გამოჩნდა. ამერიკის ძალის დემონსტრირება ის რომ ამერიკას ინტერესი საერთაშორისო პოლიტიკისთვის არ დაუკარგავს ცალსახად, ის რომ შეერთებული შტატები დღეს ისევ არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური თუ სამხედრო თუ ეკონომიკური ერთეული, რომელსაც შეუძლია თავის ისეთ რაღაცების გაკეთება, რის მოუდინს არავის არ აქვს და მთავარს გამოყოფდი, რაც თქვი რომ
ამ რაღაცა ავტოკრატთა კავშირი, რომელიც ცდილობს რომ ალტერნატივის ილუზია შექმნას, რომ თითქოს თავისუფალი სამყაროს ალტერნატივა არსებობს და ეს რაღაცა მათი მოწყობა არის და რაღაცა უპირატესობა აქვს, არ ვიცი, ავტოკრატიაში ცხოვრებას და ეკონომიკური სხვა რამე, რამდენი აი ეს კავშირი დარტყმას მიიღებს, ეს კარგი არის იმ ხალხისთვის, ვისაც ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ცხოვრება გვინდა. რა მოხდება, არავინ არ იცის ზუსტად, გეთახმები, პროცესი რომ მართული არის. რეალურად რომ მივდგეთ, ეგ სწორია, მე თუ მკითხავ, ბევრ ქვეყანაში ეგრე უნდა იყოს, სადაც არ არსებობს იმის შესაძლებლობა სამწუხაროდ, რომ თავისით გააკეთონ ეგ ამბავი და მართვის გარეშე მოხდეს. ერთადერთი თავისებურება, რაც ამას ჰქონდა, ამ ამბავს შემეზით, ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას არ ქონია არავითარი დამატებითი მიზეზი ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, იმის თქმად თუ რატო დაიჭირა მადურო წამოიყვანა. ანუ ტრამპმა ბევრჯერ გაიმეორა, რომ ნავთობი ვენესუელის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისო. ეგ ამბავი. მე მგონი ეგეთ რამე არ ყოფილა, რომ ეგრე ღიათ რაღაცა არც დემოკრატიის დაცვის, არც განთავისუფლების ეგეთი იდეები არ ყოფილა. ხო, იცი რა, თუმცა მაინც ისიც თქვა, როგორც მახსოვს, ანუ ერთ-ერთი მთავარი თემა მაინც იყო ის, რომ საერთაშორისო ნარკოტრაფიკის, ასე ვთქვათ, ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი, საერთაშორისო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. გეთახმები, რომ დემოკრატია არ ყოფილა წამყვანი თემა, ხო, ამ ინტერვენციის, მაგრამ იგივე საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით რო შეხედო, ცხადია, რომ შეეცადა ამერიკის შეერთებული შტატებმა და ეს ამ გზით წავიდა, რომ მოაქციოს მადურო, ასე ვთქვათ, სამართლებრივ ჩარჩოებში, ხო, რა კრიმინალად, როგორც თანამონაწილე და სპონსორი ძალიან სერიოზული ნარკოდანაშაულის და ერთი რამაც მინდა ვთქვა, რომ მათ შორის ჩვენთვის ალბათ საინტერესოა, ჩემთვის რა ივანიშვილისთვის უნდა იყოს საინტერესო, რომ საბოლოო ჯამში ყველა ავტოკრატი რაღაცა არსებობს, რაღაცა მომენტი, როდესაც მას კიდე აქვს შანსი, რომ გავიდეს თამაშიდან ისე, რომ ნაკლებ დაზიანება მიიღოს თვითონ და არ გადალახოს ის რაღაც რუბიკონი, რომელიც მერე შეუქცევად ხდის მათ, ასე ვთქვათ, უკვე სხვა გზებით მათთან გასწორებას და ნუ ახლა აქედან ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია იკვეთება საკმაოდ ნათლად ისიც, რომ ამერიკა შეეცადა რომ მიეცეს შანსები მისთვის და მან უარი თქვა ფაქტიურად ამაზე. ამიტომ ხო, ყველას ბევრს მოუწევს ამაზე დაფიქრება. რა მოხდა და როგორ მოხდა? მიუხედავად აი ამ ბევრი მსჯელობისა, ბევრი ჩვენი მემარცხენე კოლეგის თქმისა, რომ ეს იმპერიალიზმია და არაფერს კარგს არ მოიტანს, მე მგონი პირველი კარგი უკვე მოიტანა 8-ზე მეტი პოლიტპატიმარია თავისუფალი უკვე ამ დღეებში და ეს ვიდეო რო გავა, შეიძლება კიდე ბევრი რამე მოხდეს. ამიტომ ხო, სანამ შეფასებებს გავაკეთებთ, ჯობია რომ რეალისტურად შევხედოთ ხოლმე ამბავს. გადავიდეთ მეორე ამბავზე, მე მგონი მთავარი ინტერესი რაც იყო ამერიკასთან დაკავშირებით ამოვწურეთ. ეხლა მეორე მთავარი თემა, რომელიც მგონია რომ არც აქტუალური არის ჩვენთვის, მაგრამ მაინც კოცები ამას აქტიურად იყენებენ, გრენლანდიის ამბავი არის. სანამ ჩვენ გრენლანდია გავიტანეთ მოკლედ უკვე ერთხელ ამ ქვეყანაში, გრენლანდიის გატანის ამბავი ჩვენთან დასრულებულია. არ მგონია რომ აქ რაიმე ისეთი იყოს იმის გარდა, რომელიც ქართველებს დიდ გავლენას მოახდენს, ამიტომ რეგიონში დავბრუნდეთ უფრო ახლოს და მეორე დიდი მოვლენა, რომელიც ხდება, იმაზე ვილაპარაკოთ, ირანში მიმდინარე პროცესები. ირანში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხო, რა ვიცი, ძალიან ისეთ მასშტაბს გაცდა, რომელიც აქამდე ბოლო 10 წლებში გვინახავს. სადავართ შენი აზრით? ხო, გრენლანდიაზე ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ, იმიტომ რომ საინტერესო დეტალია, რომ თავის დროზე გრენლანდიის თემაზე მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დანიის ელჩმა ამერიკაში თავის თავზე აიღო, იმიტომ რომ კოორდინაციას ცენტრთან ვერ აკეთებდა და ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ მათმა ელჩმა ფაქტიურად გააფორმა საერთაშორისო შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის ხელისუფლებას შორის, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ბევრი შესაძლებლობები აქვს გრენლანდიაში გააფართოვოს საკუთარი თუნდაც სამხედრო შესაძლებლობები ყოველგვარი შემდგომი რაღაცა დამატებითი მოძრაობების გარეშე და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გრენლანდიაში რო ვიცოდეთ მარტო ტრამპს უნდა ვაბრალებთ, იმიტომ რომ თავის დროზე 100 მილიონ
ოქროს თავაზობდა ტრომანი. კი, ტრომანი იყო. ასე რომ დიდი ხანი ტრამპამდე ტრომანი იყო ეგ თემა და მეორე სამხედრო პრეზიდენტის სამხედრო ბაზა აქვს. აქვს, მაგრამ შეუძლიათ კიდე გააფართოვოთ. ასე რომ ნახოთ ეს როგორ განვითარდება. ხო, და თან რეალურია რა იქ საფრთხე, არაფერი მოგონილი არ არის როგორც რაღაცა რუსული პროპაგანდა სტილობს, რეალურია საფრთხე. არქტიკა დღეს არის ის ტერიტორია, სადაც დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიდის და გრენლანდია შეიძლება შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების ერთ-ერთი ხო, იმიტომ რომ იცი რა, ჩვენ ერთი რამ მინდა რომ უთხრა ჩვენს მსმენელს, რომ ძალიან ხშირად შეიძლება იმის გამო როგორ ხდება კომუნიკაცია ამა თუ იმ თემის დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან ადამიანებს აქვს შეგრძნება რომ ეს რაღაცა არარაციონალური მოძრაობებია და სინამდვილეში საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის დაინახავთ რომ საკმაოდ რაციონალური არის ბევრი საკითხი რომელსაც ეს ადმინისტრაცია დღის წესრიგში აყენებს და პირიქით ძალიან რაციონალურია ეს შეეხება ირანსაც ხო იმიტომ რომ სანამ ეს რეჟიმი ასე ვთქვათ ვერ არ შეცვლის modus operandi-ს მანამდე ის რაც ხდება რეგიონში იქნება ასე ვთქვათ ეს რეგიონი ვერ გახდება სტაბილური პარტნიორი განვითარებაში. ეხლა ის რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ცალსახად იმთავითვე დაისახა მიზნად რომ შეიცვალოს რაღაც ირანში ეს გასაგები იყო, არავის არ დაუმალავს ამის. ხო, ღია იყო ძალიან ამბავი. და სხვა შორის ძალიან ხშირად, როდესაც ვინმე აკრიტიკებს, ძალიან ბევრი კრიტიკა გვესმის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის, ოღონდ ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ გასულ 20 წელიწადს, ეხლა დიდად წარმატებული ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა სინამდვილეში ვერ იყო ხშირად სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას რო შევხედოთ და ის რომ ნებისმიერ ადმინისტრაციას ტრამპის იქნება თუ სხვა რამე უნდოდეს სხვანაირად გააკეთოს, რომ სხვა შედეგი მიიღოს, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, რაღაცა დღის წესრიგი შესაბამისად ამ ქვეყნის და მისი მმართველების. ნახოთ, რითი განვითარდება მოვლენები ირანში, მაგრამ ერთი რამ არის ძალიან ნათელი, რომ ირანის ასე ვთქვათ, დღევანდელი რეჟიმი ყოველ შემთხვევაში მოიაზრება სწორედ აი ამ ალიანსში ავტოკრატიების, რომლებიც პრობლემებს უქმნიან პირდაპირ ვთქვით თავისუფალ სამყაროს და აი ამ ბრძოლაში, გლობალურ ბრძოლაში ირანში ცვლილებები ძალიან გააძლიერებს დემოკრატიულ ბანაკს სახელმწიფოების და ეს ცალსახად შედის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესში. ერთ რამეს შევაჯამებ უბრალოდ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ბევრი რაღაცა ცუდად ინფორმირებული, მე ვიტყოდი ინფორმაცია გვესმის, როგორც ქართული ოცნების პროპაგანდისტებისგან, ასევე სხვა წრეებიდან. თუ თქვენ ყურადღებით გაეცნობით ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინას, ახალს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, თქვენ ნახავთ, რომ არანაირი იზოლაციონიზმის ნიშნები იქ არ არის. ამიტომ საუბარი იზოლაციონიზმზე და ის, რომ ეხლა ამერიკა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმით, რომ დასავლეთ ჰემისფეროში რა ხდება და აღარ და ეს აბსურდია, მეგობრებო, მარტივი მიზეზით, რომ გლობალურ სამყაროში მონროს დოქტრინა შეიქმნა არ ვიცი საუკუნეების წინ, როდესაც კოლონიალიზმი იყო გამოწვევა, თანამედროვე სამყაროში და თანამედროვე მსოფლიოში ძალიან მარტივია. ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ლიდერის როლს ვერ შეინარჩუნებს იზოლაციონიზმით და ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ იზოლაციონისტური გახდება ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე ადმინისტრაცია, ჩემი აზრით არ არის სერიოზული. შეიძლება პრიორიტეტები შეიცვალოს, რაღაცა იყოს პირველი რიგის პრიორიტეტი, რაღაცა მეორესი, მაგრამ ფუნდამენტურად ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ უნდა რომ დარჩეს ასე ვთქვათ გლობალურ ლიდერ სახელმწიფოდ იზოლაციონიზმის ფუფუნება უბრალოდ არ აქვს. აბსოლუტურად გეთანხმები. მონროს დოქტრინა, რომელიც ხელზე აქვს დახვეული დღეს პროპაგანდას, ძალიან სწორი ამბავი იყო იმ ნახევარსფეროდან შეერთებულმა შტატებმა აიღო როლი, რომ დიდი იმპერიები გამოიყარა და კოლონიალიზმი დაემთავრებინა. დღეს ეგ ვალდებულება კი არა და არც ეგ პრობლემა არ უდგას და მე მგონი არავინ არ არის ახლა ისეთ სულელი არც ერთ ადმინისტრაციაში შეერთებული შტატების რომ დათმოს როლი სამყაროს ლიდერის, ასე ვთქვათ. ამიტომ ხო, ეგ რაღაცა რუსული პროპაგანდა რომ სამყარო დაიყოფა ჰატინგტონის პრინციპით ცივილიზაციურ დაჯგუფებებად და რატომღაც კარგი არის ვიღაც
რაღაცა კოცების თვალში, აი ეგ სიგიჟე სრული, რომ თუნდაც რომ აი დაუშვათ, რომ ეგ ეგრე არის, რომ სამყარო გავლენების სფეროებად დაიყოფა, რომ ჩვენ ამ რაღაცა ნეომონღოლური იმპერიის გავლენის სფეროში აღმოჩნდებით, თურმე ეგ კაი ამბავია და ამ წყნარად უნდა ვიყოთ და შევეგუოთ მაგ ამბავს. ეგეთი საძაგელი აზროვნება ქართველი მოღალატეების ტვინშიც მე მგონი ისტორიაში არასდროს არ ყოფილა, რომ რავი ეგ გინდოდეს, რომ აღმოჩნდა ყველაზე ბნელ წერტილში, ყველაზე ბნელ რაღაც ცივილიზაციურ ნაჭერში, იმაში რა ქვია, ნაგლეჯში. არ გამოვა ეგ ამბავი, მეგობრებო, მოკლედ. ირანი არის 50 წლიანი ეს ისლამური რევოლუცია, რომელმაც რაღაცა იდეოლოგიური ბაზა შექმნა, ოღონდ დღეს მე მგონი არის ამ იდეოლოგიური ბაზის ამოწურვის ზღვარზე. სადღაც ძალიან რთულია ლაპარაკი იმაზე, რა მოხდება, იმიტომ რომ ირანში ქონია მაგალითები ამაზე, ამ დონემდე მისული პროტესტის, რომელიც გაჩერებულა, მაგრამ ცალსახაარი და ამაში გეთანხმები, რომ რავი, ჩემი აზრით, მაგალითად, ბევრად უფრო სწორი მიდგომა აქვს დღეს ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან, ვიდრე ქონდა მაგალითად ობამას ადმინისტრაცია, რომელმაც ისეთი ნაბიჯები გადადგა მაშინ, რომ რთული მოსაბრუნებელი იყო, მერე ეს რაღაცა ცდილობები, რომ შეთანხმება და ნორმალიზება მომხდარიყო ურთიერთობები. სინამდვილეში ირანის რეჟიმი არის რაღაცა მურიგი ბანდიტური რეჟიმი, რომელსაც ძალიან დიდი ქვეყანა დღეს და ძალიან დიდი რესურსები აქვს მიტაცებული. რა გავლენას იქონებს შენი აზრით ცვლილება მაგალითად? ეს ცვლილება თუ მოხდა, ალბათ დემოკრატიული ცვლილება იქნება. არა ეგრევე, მაგრამ რაღაცა ფორმით დემოკრატიული, რა გავლენა შეიძლება ქონდეს, რატო არის ეგ საინტერესო საქართველოსთვის მაგალითად? ხო, ну ახლა რა ცვლილება იქნება ამ რთული სარტყელია, იმიტომ რომ საკმაოდ სტრუქტურულად მე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო რთულია ირანის შემთხვევაში ცვლილებების მიღწევა, იმიტომ რომ პრობლემა არის ის, რომ უკვე ასე ვთქვათ, მთელი სისტემები არის ხო დაქვემდებარებული იმ მართვის მოდელს, რომელიც არსებობს და ამიტომ რეფორმა როგორ მოხდება, რანაირად მოხდება, ვინ იქნება ამ რეფორმის განმახორციელებელი ძალა, ეს ყველაფერი ჯერ ასე ვთქვათ, გაურკვეველია. ერთი რამ არის ფაქტი, რომ მოქალაქეების უმრავლესობას აღარ უნდა, რომ ესე გააგრძელოს ცხოვრება და ეს არის ნათელი. ახლა რა თუ იქნება ნებისმიერი, მე ვიტყოდი, რომ აი ამ რაღაცა ალიანსში ავტოკრატების, ხო, რეალურად, რომლებიც საერთაშორისო სამართალზე ამ შემთხვევაშიც ვიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ჯდება აი იმ რაღაც მოდელში, რომელიც აქვს შექმნილი ავტოკრატიულ რეჟიმებს თანამედროვე სამყაროში, რომლებიც ლაპარაკობენ მუდმივად საერთაშორისო სამართალზე და რაღაცა ნორმების და წესების დარღვევაზე, როდესაც მათ აწყობთ, როდესაც სინამდვილეში თავად არსებენ პატივს, არც ერთ საერთაშორისო შეთანხმებას, არც ერთ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ვალდებულებას და ამ შემთხვევაში ივანიშვილი აბსოლუტურად ანალოგიურად იქცევა სხვა რეჟიმების. რაც შეეხება ირანს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სადაც მიდის აი ეს პროცესი, რომ დემოსი, ასე ვთქვათ, დემოსის ზეწოლის შედეგად ავტოკრატიული რეჟიმი ან ეცემა, ან უწევს საფუძვლიან დათმობებზე წასვლა, როგორიც არის უკვე ვხედავთ ხო ვენესუელაში მაგალითად გათავისუფლებული ხალხი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის საფრთხე ყველა სხვა ავტოკრატიული რეჟიმისთვის, რომელიც მე მინდა ცალსახად ვთქვა, არ ეფუძნება საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, გამჯდარ განწყობას, რომ მათთვის მისაღებია ეს მართვის წესი, ხო, იმიტომ რომ სოფლიოში სხვადასხვა სახელმწიფოებია, არსებობს არც მაგალითად არაბული სახელმწიფოები, სადაც ისე არის დაალაგებული მათი მართვის სისტემა, რომ მათთვის შეიძლება, ასე ვთქვათ, შიდა პროცესები, რომელიც მიდის სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ არიან დემოკრატიები, არ არის დიდად რელევანტური. საქართველო ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვცხოვრობთ კლასიკურ, ასე ვთქვათ, შემთხვევაში, სადაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს შეზღუდულ რაოდენობას ადამიანების, რომლებსაც არ აქვთ დემოკრატიული მანდატი, დემოკრატიული დობა და მარტივად რო ვთქვათ, ის ვითარება, რომელიც აღწერეს თავის დროზე ბოლშევიკების ის რაც იყო, რომ აღარ უნდა მართვა რეჟიმს აღარ შეუძლია გააგრძელოს მართვა, როგორც მართავდა და ხალხს აღარ უნდა ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობდა. ეს ვითარება, ასე ვთქვათ, სადაც იქმნება, რაც არ უნდა იყოს კონკრეტული მოცემულობა, იქ ძალიან რთული ავტოკრატიული რეჟიმისთვის, დემოკრატიული მხარდაჭერის გარეშე შეინარჩუნოს ძალაუფლება.
ამიტომ აქაც ალბათ გაკვეთილები უნდა გამოიტანოს, ვფიქრობ, რომ დღევანდელმა რეჟიმაც, რომელიც ქვეყანას მართავს, იმიტომ რომ მას არანაირად არ აქვს იგივე ძალა, არც იდეოლოგიური, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური, რაც აქვს მაგალითად რეჟიმს, რომელიც დღეს მართავს ირანს. და თუ ირანის მმართველი რეჟიმი არის ესეთი მოწყვლადი იმ ვითარებაში, როდესაც მოქალაქეებს აღარ უნდათ, ხო, ამ ცხოვრების წესით თუ ამ თამაშის წესებით გაგრძელება ცხოვრების, ივანიშვილი ალბათ უნდა მიხვდეს, რომ თვითონ გაცილებით უფრო მოწყვლადი და სუსტია და ეს უნდა იყოს კიდევ ერთხელ, როგორც მადუროს შემთხვევაში, შეხსენება, რომ არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის. ეს ფანჯარა თუ გამოიყენე, არსებობს შანსი, რომ გადარჩე. გადარჩე ყოველ შემთხვევაში პიროვნულად, ასე ვთქვათ, რაღაც შენი კონკრეტული ინტერესები მაინც გადაარჩინე, თორე ავტოკრატიული რეჟიმის ახლა მე არ ვიცი, მე ვერ ვხედავ, რომ ამ ქვეყანაში, როდესაც დემოკრატიული ცვლილება განხორციელდება და ეს აუცილებლად მოხდება, მე ვერ ვხედავ ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური ძალა, როგორ აპირებს რომ გააგრძელოს საქმიანობა, ეს სხვა საკითხია, მე ამას ვერ ვხედავ, მაგრამ პიროვნულად გადარჩენის შესაძლებლობები ალბათ არსებობს. ჯერჯერობით აქვთ. ეგ გარჩენის შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოწერთ, რომელზეც აუცილებლად მინდა გავამოხილო ყურადღება. ქართული ოცნება, როგორც ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც ბევრად უფრო მარტივი წვეთა აქვს, მასზე დავარკვათ, ვიდრე შეიძლება ირანს კონდეს, ან თუნდაც ვენესუელას, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში, ხო, ვენესუელას რაღაც დაახლოებით 25 წელი იარსება იმ რეჟიმმა და 50 წელს უახლოვდება აიათოლების რეჟიმი, ხო? ორივე შემთხვევაში ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეჟიმების უკან ძალიან ისეთი მყარი იდეოლოგიური ბაზა არსებობდა, რომელმაც და ეკონომიკური, რომელმაც საზოგადოება ერთის მხრივ რაღაც მონუსხა და მეორეს მხრივ გააჩერა. ხო, მადურო და მადურომდე უგო ჩავესი, როდესაც ამ ავტოკრატიას ყიდდა ის რაღაცა სოციალისტურ რევოლუციას, ბოლივარის რევოლუციას, სოციალისტურ რევოლუციას და ამ ყველაფერს აფინანსებდა ძალიან ბევრი ნავთობის ფულით, რომელსაც ხარჯავდა სოციალურ პროგრამებში, რაღაცა იმეების მშენებლობაში, ახალი უბნების, ახალი ქალაქების, სადაც ადამიანებს უფასოდ აცხოვრებდა და აჭმევდა და ასე შემდეგ. ხომეინის რეჟიმის დგას რელიგიურ ისე ძალიან მყარ ბაზაზე. ქოცი რაზე დგას? ქოცი დგას არაფერზე. არავის საქართველოსიც კი ამჯერა ქოცის კონსერვატიზმის, ხო? მათსავე ამორჩეველს არ ჯერა. გამოკითხვა ხო არის, რომ არ დაიჯერეს რაღაც deep state-ზე პროპაგანდა 50%-ზე მეტმა მათმა ამორჩეველს. ხო, ეგიც არავის არ ჯერა და თან არავითარი იდეოლოგია არ აქვს. არც რაღაცა ისეთი მყარი პუტინსაც კი მეტი აქვს, მიხვდეთ რომ პუტინსაც არავითარი იდეოლოგიური ბაზა არ აქვს, რაღაც კგბ-ს მოგონილი ამბავია, რომ დღეს ისიც კონსერვატიულია და ან ეხა ბიძინა არის რაღაცა კონსერვატიზმის, ქრისტიანობის გადამრჩენელი. მაგ სალაფავს არავინ არ ჭამს, არც ამ ქვეყანაში და არც ამ ქვეყნის გარეთ. ამიტომ წვეთა აქვს ბევრად უფრო სწრაფი, ასე ვთქვათ, მადურო 13 წელი იყო ხელისუფლებაში. შავესთან ერთად 25 მარტი თვითონ ეგრე რაღაცა. დიდხანს იყო, მაგრამ 13 წელი ეს ხალხიც არის ხელისუფლებაში. იცი რა არის, თან ჩვენ ხო აცრილი ვართ იდეოლოგიურად, იმიტომ რომ ჩვენ 70 წელი გავატარეთ მაგას. 70 წელიწადი ვცხოვრობდით ყალბ იდეოლოგიაში და საბოლოო ჯამში რო შეხედო, ქართველებს აქვს ძალიან ჯანსაღი მე ვიტყოდი სკეპტიკური დამოკიდებულება იდეოლოგიის მიმართ და ამიტომ ძალიან რთული ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც თვალსაზრისით ეს პრობლემაც არის, იმიტომ რომ სწორი იდეოლოგიის ასე ვთქვათ რაღაცა დამყარებაც რთულია, სწორი გულისხმობა პატრიოტული, მაგრამ არასწორიც არ იყიდება, ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი აცრა გვაქვს მიღებული და ბიძინა ივანიშვილის რაღაცა ძალიან დარე რაღაც პროპაგანდა, ეს არ არის იდეოლოგია და მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაზვიადოთ თუნდაც ამ პროპაგანდის შესაძლებლობები, უბრალოდ ადამიანებს სჭირდებათ, რომ დაინახონ, ჩემი აზრით უნდა დაინახონ ალტერნატივა და უნდა დაინახონ, რომ არსებობს, ასე ვთქვათ, გამარჯვების შანსი და სინამდვილეში ისევე როგორც ყველა სხვა ავტოკრატია, ივანიშვილიც დგას აბსოლუტურად თიხის ფეხებზე და ჩვენ ამას ვხედავთ დღეს მსოფლიოში, რომ ყველა ავტოკრატია საბოლოო ჯამში დგას სწორედ თიხის
ფეხზე. ზუსტად და ამბავი რომელიც აი რაც შენ ახლა თქვი სად შეიძლება ხო აი ეს ყველაფერი ჩვენ შემთხვევაში მივიდეს რა შეიძლება უახლოესი პერსპექტივები იყოს რა შეიძლება ალტერნატივა იყოს ამ ყველაფრის მე მგონი ჩვენ რეგიონში ვეხდება საინტერესო რაღაცეები რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით გვანახებს ამ ალტერნატივას ქართული ოცნების მთავარი ნარატივი დღეს დგას იმაზე რომ ისეთი ამბები ხდება გარშემო რომ ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ რაღაცა ნაჭუჭი ვიზოლირდეთ იქ ყავდეს მეზობელი რომელიც ეგრევე ფიქრობს და იმასთან ვიყოთ და ეგ არის გამოსავალი არა და ჩვენივე რეგიონში ხდება რაღაცეები მაგალითად სომხეთი აზერბაიჯანთან მიმართებაში რომელიც ჩემი აზრით გარკვეული ალტერნატივა არის იმისა, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს. ანუ ჩვენ გვაქვს დღეს საქართველოს როგორც ქვეყანას შესაძლებლობების ეგ ფანჯარა, ჯერ კიდევ ღია, რომლითაც შეიძლება რომ არ აღმოჩნდეთ აი ჯოჯოხეთში, სადაც ბიზნეს უნდა დარჩენა ხელისუფლების შესანარჩუნებლად. 2 სიტყვით აი ბოლოსკენ თქვათ დღევანდელი ევროპის ამბავი, სად არის დღეს, რა როლი აქვს ევროპას და რატომ უნდა იყოს საქართველოს ისევ ევროპული მისწრაფებების, ჩემი აზრით, იმიტომ რომ რავი, დემოკრატიული და ცივილიზებული სამყარო არ მომკვდარა და საქართველოს ყველაზე ახლო პერსპექტივა ამ სამყაროს ნაწილი იყოს ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ამის მიღმა ქართული ოცნების დღეს მთავარი ერთ-ერთი დარტყმის საგანი ამაშალად დამეთანხმები, მთავარი მიზანი ტარგეტირებულად არის დღეს ევროკავშირის დისკრედიტაცია სრულად ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მოლოდინი აქვს ყარი, რომ უვიზოსაც გაუქმებენ და ნუ ბევრად უფრო შორს წავა ჩვენი მათთან რაღაც გაყრა ევროკავშირის. თავარი სამიზნე დღეს ევროკავშირი არის. არის რამე მარცვალი მაინც იმართლის შენი აზრით იმაში რომ ევროპა დღეს სუსტია, რომ იშლება, რომ არაფერი არ ხდება, ერთი და მეორე რომ კავკასიის რეგიონში აი ეგ სიგიჟე რომ რუსეთის გარდა ალტერნატივა არ არსებობს, ვისთან შეიძლება დაალაგდეს. როცა ვიცით რომ ზანგეზურის დერეფანს რაღაც ტრამპის ვიზა უნდა დაერქვას. ხო, ნუ ეს ხო არის აბსოლუტურად სისულელეც არ არის, ეს არის გამიზნული პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩემს ვიტყვი, მე მგონია რომ რუსები არიან ძალიან გამწარებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე 14 წელიწადია ქვეყანას შეყავთ საკუთარი დესანტი, ასე ვთქვათ, მართველებად, მათ სწორედ იმიტომ რომ საბოლოო ჟამში ძალიან ჯანმრთელი როგორ გითხრა შეფასება აქვს მოვლენების ჩვენ საზოგადოებას მათ ანტიდასავლური სენტიმენტის შექმნა ჩვენს ქვეყანაში ვერ შექმნეს და ანტიევროპული ხო, იმიტომ რომ არ იყიდება ეს საქართველოში, იმიტომ რომ არავინ არ ყიდულობს სისულელეს, როგორიც არის ის, რომ აი ევროპა არის ცუდი, მათ შორის აი თუნდაც ის რაღაცა იდეოლოგიური სისულელეები, რომ იქ ვოლკიზმზე და ასე შემდეგ. ხო, ვოლკიზმზე და ასე შემდეგ, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას აი ეს აცრა აქვს, რაზეც ვაბობთ იდეოლოგიაზე, ხო? სისულელეს არ ყიდულობს რა ეს ხალხი მარტივად. და ამაზე არიან ძალიან გამწარებულები, იმიტომ რომ ამათმა იციან, რომ ევროკავშირმა ჩამოწერა ქართული ოცნება, ანუ მარტივად რო ვთქვათ, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება, ჩვენ ჩახსნილი ვართ ევროპული დღის წესრიგიდან და ხო, გეთანხმები, რომ საფრთხე მათ შორის, რომ უვიზო მიმოსვლაც დავკარგოთ, იზრდება ივანიშვილის რეჟიმის მმართველობასთან ერთად. ეხლა ამათ სინამდვილეში ძალიან ეშინიათ ამის, იმიტომ რომ მათი მომხრეებიც კი, ჩვენ ხო ყველას გვახსოვს მათი წინასაარჩევნო ლოზუნგი ღირსებით ევროპისკენ და ევროკავშირისკენ და მე მაინტერესებს ეს მთავარი პროპაგანდისტი რო გახდა ანტიევროპული პაპუაშვილი და ძალიან სასაცილოა ეს, იმიტომ რომ კაცი პირდაპირ მნიშვნელობით ევროპელების გადაგდებული ნასუფრალით არის გამოკვებილი წლების მთელი ცხოვრება და ესე იგი ეს ახლა გვეუბნება რომ მეო ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს აღმოაჩინე რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ არსებობს გაწევრიანებაზე რაც გეუბნებიანო ის და გააკეთო და სტუდენტობის დროს თუ აღმოაჩინე ბატონო შალვა მე არ ვიცი სადაც სწავლობდი მაგრამ სტუდენტობის დროს თუ აღმოაჩინე რატო არ ასე ვთქვათ თქვი რომ აი დავდგები ახლა მე რაღაცა არ ვიცი გადავეღობები ჩემი სიცოცხლის ფასადაც კი არ მოგცემ შესაძლებლობას რომ შეიტანოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მაშინაც ხო იცოდით რომ ევროკავშირში გაწევრიანება დიახ ეს არ არის ესე იგი ის ვითარება რომ შენ აი როგორც გინდა და როგორც მოგეხოშება აი ესე მიგიღონ ევროკავშირში არა რეფორმები უნდა გაატარო და მე შეიძლება გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რატო შეიტანეთ განაცხადი მე ეს შეკითხვა მაქვს რატო შეიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რატო არ გამოგაქვთ რაც მთავარია არავინ არ უშლის ხალხს ეხლა შეუძლიათ რომ მიწერონ ევროკავშირს რომ აღარ გვინდა გაწევრიანება გაგვაქვს უკან ჩვენი განაცხადი
ამას არ აკეთებენ, სისულელეებს ლაპარაკობენ ევროკავშირზე და ბოლოს აი ვის ეუბნებიან, რომ სოფლიოში მეორე ეკონომიკა, რომელსაც აქვს 20 ტრილიონი მთლიანი შიდა პროდუქტი და ესე იგი 300 მილიარდს ხარჯავს, ესე მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყანა ევროკავშირის უმრავლესობა თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები 300 მილიარდს ხარჯავენ შეიარაღებაზე მარტო. და აი ამ ხალხს ეუბნება ვინმე გამოდის, ვინმე პაპუაშვილი, გუშინ საიდანაც რომ გამოძვრა და გუშინზე ვინ იყო არავინ არ ვიცოდით, გამოდის და ეუბნება რომ თქვენ არაფერს არ წარმოადგენთ თურმე სოფლიოში. რეალობა არის ის, რომ ევროკავშირს ესმის, რომ ვეღარ გაგრძელდება ის ურთიერთობები, რაც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ უნდა დააფინანსოს ევროპის უსაფრთხოება და თხოვს მათ, რომ მეტი წილი გაიღონ. ამიტომ დღეს ევროპა არის დაკავებული გამალებით უსაფრთხოების კოლგის შექმნის საკუთარით. ის ვინ შევა ევროკავშირში იქნება დაცული ამ უსაფრთხოების კოლგით. ესეც ის რუსეთმა, ამიტომ არის დღეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ნატოში, არა მხოლოდ ნატოში, ევროკავშირშიც ვერ გაწევრიანდეს. ეს დავალება აქვთ მიღებული დღეს რუსულ ხელისუფლებას, რომელსაც სინამდვილეში დღეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი და უნდათ რომ მოგატყუოთ და თქვენ პარალელურად, ესე იგი ჟარგონით რომ თქვა, დაგაბოლოთ, რომ ევროპაში თურმე დაიქცა ყველაფერი, ევროპა არის საშინელება, როდესაც ერთ რამეს დააკვირდით, საქართველოს გარდა ყველა ყოფილი საბჭოთა ასე ვთქვათ, ეს საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც დღეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, გარდა ლუკაშენკოს ბელორუსისა, ცდილობს ევროკავშირთან გააქტიუროს საკუთარი ურთიერთობები, იმიტომ რომ იცის, რომ ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა, განვითარება, დაცულობა და თუნდაც იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებიც კი დღეს ცდილობენ, რომ ევროკავშირთან კონდეთ ახალი შესაძლებლობები თანამშრომლობის და უნდა მიხვდეთ, რომ როცა ესეთ ვითარებას ვხედავთ და შენ უნიკალური შანსი გაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდე, შენ უსინდისოდ გატყუებს შენი კორუმპირებული მთავრობა, რომელიც ძარცვავს, რომელმაც აგერ მილიარდები წააგო საერთაშორისო არბიტრაჟებში და ეხლა რომს თვითონ აღიარებენ, რომ არიან კორუფციონერები კაცო, ის კაცი ღირსებით რო გვეძახდა ევროპისკენ. თვითონ რო გააგზავნეს ხალხის ძარცვა, ამიტომ გეუბნებიან, რომ თურმე ევროკავშირში არც არაფერი კარგი არ არის, მაგრამ მე მაინც გონია, რომ ხალხმა იცის, რომ ეს არის სისულელე და ჩანს ეგ მე მგონი გამოკითხვის ძალიან კარგად ღირსებით ევროპისკენ ამ ლოზუნგის სახე გაგახსენებთ, რომ იყო კაცი, რომელიც თავად ქოცებმა ეხა აღიარეს, რომ საქართველოს ბაღებში ბავშვების ფულს იპარავდა და ამის წილში ისდა და ევროპელი ხანდაზმულების და პენსიონერების დანაზოგებზე მონადირე კოლ-ცენტრების მფარველი იყო. ადამიანი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა და ღირსებით ევროპისკენ მიდიოდა, თვითონ ჩვენ რომ ამბობდით, მაშინ ჩვენ მოღალატეებს გვეძახდნენ. ოღონდ დღეს თვითონ დაასკვნეს, რომ ეგ კაცო არა, ეგ ცუდი კაცი არისო და ზუსტად იგივე კონტექსტში ევროპის წინააღმდეგ თავარი მედროში არის კაცი, რომელსაც აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. რავი, ალბათ 18 წლის რო გახდა, იმის მერე სანამ კოცებში შეეტრეოდა, მთელი ცხოვრება იცხოვრა გერმანიის გადასახადის გადამხდელების პულით. მთელი ცხოვრება. ოღონდ რამე კერძო კომპანიაში კი არა, გერმანიის გადასახადის გადამხდელების პულით. შაულა პაპუაშვილი ჯერ იყო რაღაც გერმანიის უნივერსიტეტში სწავლობდა სტიპენდიით და შემდეგ აქ ჩამოვიდა და მუშაობდა იმაში, რა ქვია, გერმანიის განვითარების ფონდში, რომელიც არის სახელმწიფო სტრუქტურა. მთელი ცხოვრება ამ კაცმა იცხოვრა, კარიერა აიწყო, გალსტუკები იყიდა, რომ დღეს გამოვიდეს და ამ გალსტუკებით ილაპარაკოს, რაც უდია ის ევროპა, იქ იცხოვრა, აქ ჩამოვიდა, იმათ წარმოადგენდა, ოღონდ დღეს ამბობს, რომ ეს არის დაქცევის პირას მყოფი პოლიტიკური ერთეული. იმაზე, რაზეც სალომემ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც თქვა, ანუ ევროპა, რომელიც პირველად თავის არსებობის ისტორიაში დღეს ძალიან ძლიერ სამხედრო და უსაფრთხოების სისტემას ქმნის, აშენებს. საქართველოს შეუძლია დღეს ეს სისტემა ამ სისტემის ნაწილი იყოს და ამაზე გვეუბნა, ანუ ევროპა, რომელიც ვიცით, რომ დღეიდან და უახლოეს 10 წელიწადში ისეთი ძლიერი იქნება, როგორც ძლიერი ის არასდროს არ ყოფილა. მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამაზე გეუბნება, რომ ხარ ჩამოიქცა და აღარ არსებობს. ხალხი, რომელიც შეიარაღებაში ხარჯავს, აი იგივე ამბავი რო ავიღოთ, 300 მილიარდი ახსენა სალომემ, ბოლო ბიუჯეტით საქართველოს ხელისუფლება შეიარაღებაში ხარჯავს 600 მილიონ დოლარს, ხალხო. 600 მილიონ დოლარი რეგიონთან შედარება რო გავაკეთოთ, 1.2 მილიონი არის თუ 400 მილიონი სომხეთი და დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი არის აზერბაიჯანი. ანუ რომ მიხვდეთ, რომ ქვეყანაში სადაც 3 სამხედრო ბაზები არის,
ჭამის გარდა და ხელფასების გარდა ბიუჯეტი არაფრისგან არ შედგება თავდაცვას. მართლა ეგ არის, ის 100 მილიონი ჩაშლა, არის ჭამა და ხელფასები. და ქვეყნის თავი გამოწვევა, რაზეც შავო პაპუაშვილმა აქვს დღეს რაღაც ბენეფისი აქვს ჯეიმს მონღოლ მეჯოგეს ივანიშვილის ჩვენ გადაცემაში ბენეფისი იქით იყოს და ამ კაცმა თქვა რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ეროვნული ინტერესების ჩვენი ეროვნული ინტერესი არის თავარი და პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაო და ვაიშენს პატრონს რომ ამ ყველაფრის ქოლგა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები და უსაფრთხოების გარანტიები რეგიონში რომელშიც თავარი დესტაბილიზატორი და უსაფრთხოების მტერი არის შენ ქვეყანაში სამხედრო ბაზების პატრონი რუსები იმის წინააღმდეგ რომ ერთადერთი გარანტია უსაფრთხოების ამ ტერიტორიაზე არის ცივილიზებული სამყარო დასავლეთ და შესაბამისად ევროკავშირი ეს შესაძლებლობა გაქვს და ამას წიხს კრავდა თან აგინებ რა ვიცი პარადოქსია აი უბრალოდ კიდე ერთხელ რომ შევახსენოთ მე მგონია ყველა მიცის მაგრამ მაინც რომ გავიმეოროთ რა ევროკავშირი რატო არის უნიკალური სინამდვილეში გაერთიანება და მათ შორის რატო აქვს ნობელის მშვიდობის პრემია მიღებული როგორც ორგანიზაციას რაც თავისთავად არის ასე ვთქვათ ძალიან იშვიათი რამ იმიტომ რომ ეს არის გაერთიანება სადაც სწორედ თამაშის წესები არის ისე დადგენილი რომ გაშუალება ხდება ანუ დიდ სახელმწიფოებს და პატარა სახელმწიფოებს ფაქტიურად ერთნაირი უფლებები ეძლევა მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მათი შენატანი სხვადასხვა არის ბიუჯეტში და წონა მათი სხვა არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხო, აი მარტივად რომ ვთქვათ, პატარა ესტონეთს და უზარმაზარ საფრანგეთს ან გერმანიას ერთი ხმა აქვს და თანაბარი ხმა აქვს, ხო? ეხლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე, ესე იგი, ევროკავშირი იმიტომ არის ცუდი, რომ წესებზე დამყარებული გაერთიანებაა. თორე ჩვენ უწესოც იქ რა გვინდა. შენი ჭუჭყიანი ფეხსაცმლით ვერ შეხვალ, უნდა გაიწმინდო ფეხსაცმელი და ისე შეხვიდე, ამას გვეუბნებიან ჩვენ და ივანიშვილის ხალხი, ესე იგი, აი ეს ვიღაცა არ ვიცი, მართლა საიდან აღმოცენდნენ ხოლმე, მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ აი რაღაც ისეთი ხალხი ყავს გარშემო რომ ვინ იყვნენ ვერ გავიგებთ ხო რაღაც არ ვიცი ლექის აღზევება ხდება გარშემო საოცარი იმიტომ რომ ისინი ყველაფერზე ხელს აძარან ეს ხალხი გამოდის და ამბობს რომ ჩვენ არ გვინდა წესებზე დამყარებული თამაში გვინდა რომ რუსეთმა გვცემოს ერთხელ გვცემეს მე ეხლა ჩავბარდებით და ვთხოვთ რომ მეტი ეგება აღარ გვცემოს რაც წაგვართვეს 20% იმასაც ვაღიარებთ აუცილებლად ეს იქნება რუსეთის შემდეგი მოთხოვნა რომ აღიარონ დამოუკიდებლობა ჩვენი წართმეული ოკუპირებული ტერიტორიების ამაზეც თანახმა ვიქნებით ოღონდ მეორეჯერ მუშტი არ დაგვარტყათ იმიტომ რომ ჩვენ აი იქ იმ კლუბში წასვლა სადაც სწორედ წესებზე დამყარებული ასე ვთქვათ მოწყობაა და სადაც შენ მარტო აღარ იქნები რუსეთის პირისპირ თუ სხვა მოწინააღმდეგის პირისპირ და უკან გეყოლება უზარმაზარი ძალა იდგება შენს უკან ჩვენ იქ შესვლა არ გვინდა იმიტომ რომ იქ რო შევიდე უნდა აღარ კორუფციას უნდა თავი დავანებო ხალხის ფულის მოპარვას თავი უნდა დავანებო ხალხის ცემას ქუჩაში თავი უნდა დავანებო სასამართლო კლანს კორუმპირებულს უნდა რამე მოვუხერ ხო და ზოგადად რაღაცა მთელი ეს ჩემი კორუმპირებული სისტემა, რომელიც მორგებულია მხოლოდ ივანიშვილის ოჯახის დღის წესრიგზე და რუსეთის ინტერესებზე, ეს სისტემა უნდა დავშალო. და არ მინდა მე ამ სისტემის დაშლა, იმიტომ რომ რავი, ღარიბაშვილმა თუ წაიღო სახლში ოქროზოდები, ეხლა სხვები ნაკლები არიან, მათაც რიგში დგას ძალიან ბევრი ხალხი ოქროზოდების. ხო და ოქროზოდები მირჩევნია რა მე ჩემ ქვეყანას და ჩემ სახელმწიფოს. ამიტომ ეხლა შენ მოგატყუებ, ქართველს მოვექცევი როგორც უკანასკნელ იდიოტს, აი ეს მამწარებს საშინლად რომ არც ერთი მთავრობა ესე არ ექცეოდა ხალხს როგორც ესენი, უბრალოდ იდიოტებად მიაჩნიათ ხალხი და ეუბნებიან რომ ხო რა ვიცი აი თქვენ მოგასაღებთ ეხლა ამას რომ ევროკავშირი თურმე არის ცუდი, იმიტომ რომ მე ეხლა ჩემი ჯერია ოქროზოდები, ეხლა პაპუაშვილმა უნდა წაიღოს სახლში, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა უკვე წაიღო და სხვებმა. ამიტომ არ უნდა არ რა ვიცი შეურაცხყოფელია ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის არის შეურაცხყოფელი დამოკიდებულება ესეთი საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მე მგონი ხალხი ამას ხვდება დიდი უმრავლესობა და კიდევ უფრო მეტი მიხვდება. მე მგონი რომ მაგაში დარწმუნებული ვარ მეც რომ ეს ხალხი ხვდება რომ აი ის განწყობა მართლა რაღაცა იდიოტებად აღქმა მთელი შენი საზოგადოების
რომ ყველაფერი შეიძლება მიყიდო, შეიძლება ერთ დღეს მიყიდო ღარიბაშვილის მამამ ქეში როგორ მიიტანა იმაში, რა ქვია, უსაფრთხოების სამსახურში, რომ თვითფრინავი ჩვილი გადაეფრინა და მეორე დღეს უნდა დაიჯერო, რომ ნუ ყველაფერი უბედურება, რაღაცა, რა, ბავშვების ფულის ჭამა და ბაღებიდან მისამოღება, ეგ ღარიბაშვილის ბრალი იყო, ჩვენ ყველანი სუფთები ვართ დანარჩენები, ხა ამას მოვიშოროთ, გაგრძელდება. ანუ აი ამ ციკლის დაჯერება რა, აი ამ ყველაფრის მიყიდვა საზოგადოებისთვის, ეგ არის ის როგორც უყურებს ქართული ოცნება ამ ქვეყანას და ხო რა, ქმედებებში ყველაფერში, მესიჯინგში, ქმედებებში, იგივე იმაში, რა, შალვა პაპუაშვილი, როგორც შენახსენ, ადამიანი, რომელსაც არა ცარიელი ადგილი არის, ნულოვანი საჯარო ცხოვრება ქონია და არის შენი პარლამენტის თავმჯდომარე და ძალიან საშუალო დონის ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი არის შენი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ამბანის ყველა ასოს ცნობა მართლა არის ის, მართლა 33 ასოს ქართულ ამაში უბრალოდ ვერ ცნობს, არ შეუძლია. აი ეგეთი ამბავი გვაქვს. ეგეთ შეიძლება არ იცოდეს. ანუ აი ეგ ამბავი გვაქვს, ეგრე უყურებს ივანიშვილი ამ ქვეყანას, მე ძარწმუნებული ვარ იმაში, რაც სალომემ თქვა, რომ ქართული ხალხი ამას ესე მარტივად არ ჭამს. ანუ ის ხვდება აი ამ დამოკიდებულებას მისდამ, იმიტომ რომ ყველაზე ესეთი ინსტინქტური ამბავია, რომ მიხვდე, როდესაც შენ ვიღაცა რო გელაპარაკება, რა თაღგითქვავს. მადლობა სალომე, მადლობა თქვენ იმისთვის რომ გვიყურეთ. მადლობა ჩვენ მაყურებელს და მსმენელებს. ეს უნდა თქვა, შემახსენებენ, ვიცი, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი. დაგვასწროთ subscribe-ეთ და მოგვიწონეთ, მოკლედ, ყველა პლატფორმაზე, სადაც შეგხვდებათ, პირველ რიგში YouTube-ზე. კითხვებით, რა ვიცი, მოსაზრებებით, გელოდებით, რომ ვიდეოს ქვეშ მოგწეროთ კომენტარებში და თუ რაიმე საკითხი არის, რომელიც აი იმ თემებზე, რომელზეც ვილაპარაკეთ, მეტად დაგაინტერესებთ, აუცილებლად მოგწერეთ და ჩვენ შევეცდებით, რომ შემდეგ ეპიზოდებში ეს ამბავი მეტად გავშალოთ. დერეფანის ეს ეპიზოდი დასრულებულია, ჩვენ გავაგრძელებთ დერეფანის სიარულს და დანარჩენი კარებების შეხებას. ნახვამდის. ნახვამდის.